შენა კარგად მოხდა. შუადღე მშვიდობის. სალამი კუდა. ესეა ყველაფერი მორჩი და ხატვა უნდა დავიწყო. და ცოტა ხანი შევიკაკალებ. თქვენთან ერთად რა თქმა უნდა. საერთოდ ვერ ვხედავ ეხლა კადრს იმდენად ზე ანათებს და არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს. ირავია. აგურზე ხართ მიყუდებული. მოიცა? მოიცათ. აქ საით ამხარეთ ეცი და დაჯექე ყველგან სკამია. ყველგან სკამია. ხოდა ვისხდეთ ას. დაბლა დამრჩეს იმისა. ნახაც რო დავაყარე და ნახაც რო ოინი მომივიდა, ნახაც ლაკი რო წაუსვი, გამახსენდა რომ კულულები არ მქონდა დახატული თმები რა ის. ჩადრიდან თუ ჩალმიდან თუ რა ვიღაცა ქვია მაგუც. სუმეშლება მაგედა რომ გამოვიდეს რა, ანუ ეს რაც ჩანს ეს წინ შუბზე ყურებთან აქ ვაკეთთა რაღაც. ხოდა დავავიწყო და ხოდა ავდექი და ყავისფერი გუაში ზემოდან გავუკეთე ნახატზე. ოღონდისა ლაკი რო გაშრება მაგ ადგილებს თხლათ უნდა კიდე წაუსვა. თორე სიტყვაზე გაწმენდის და სველი ტილოს ჩამოსმის შემთხვევაში რადგან ლაკზეა დახატული შეიძლება არ გაეცალოს, მაგრამ თავი დავისყიდეთ რა. მოკლედ, ტვეშასრუტით ვათრიე. გეფიცები რა, ძალიან მაგრად მაინტერესებს, აი, ყოველ მეორე დღეს ვალაგებ. თან ძალიან ძლიერი ტვეშასრუტია და იღებს, რა ვიცი, რაღაცა დეტალებს. ამდენი საიდან გროვდება, მაინც ვერ ვიგებ. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ კარებები და ფანჯრები და ეგ რო გაიღება რა, აზაფხულში ხო სუღია მაქვს ხოლმე და მე ნახეთ მტვერი. ნინოც გავუშვი, ბარბარე ხა მოვიდა და ნინო გავუშვი. ახალგაზრდულ ცენტრშია. უყარს ხოლმე მან წასვლა. რაღაცა შეხვედრებია, ფსიქოლოგია ატარებს შეხვედრებს და ისაც სურვილი აქვს რაღაცებზე ესწრებიან და ძალიან მაგარი აი. ძალიან რაღაცნაირი იყო ხოლმე აი. მორცხვი და რაღაცა და ასწავლეს იქ, როგორ უნდა განავითარო შენი თავი, როგორ უნდა გამოთქვა შენი აზრი. დებატები და რაღაცა დიალოგში რომ ჩაერთო. მოკლედ ძალიან კაია რა. ხოდა ეგეთი რაღაცები არის ხოლმე ჩვენთან. ეხლა ვფიქრობდი რომ ყავა მოვადუღო დავლიო მეთქი, მაგრამ თუ ლილოში უნდა წავიდეთ, იქაც ხო დავლევ ყავას და მე ძალიან მეტი მოვდის ხოლმე რა და. თანამა სახში დავლიო. წავალ და სხვაგან დავლევ. იონე იყო მოკლე კლავიანებით წასული. გაგიჟდა. იონე იონე მოკლე იყავი წასული ბიჭო რათა ვაიმე მამა სადა თუ გადაიდი მე ხოლ მირეკავს ხალა კომენტარი დატოვა ვინც ხამო Facebook-ზე დავდე პოსტი კვერცხებზე დამიგროვდა სახლის კვერცხები და დღეს კი რო წავალთ იქ ლილოში წაუღეთ იქ თამუნა შეჭამს მარიამიც ხოდა ისა დაგროვდა რა მაინც ჯერ აღდგომისთვის დაგროვება ძალიან ის არის და თუ გაიყიდება გავყიდი სახლის კვერცხს იაპონკისებიდან აქვს ორი ცალი ორი საყვარლები არიან როგორ აკივის ხოლმე კვერცხს ოდადებს თუ დადახოთ აუ რა ვქენი ჩემი თვისამა მოკლედ ეს ვიდეოს რო დავდებ ხოლმე მსგავს თემაზე რომელიც დილას იყო როგორ ეტყობათ ხოლმე რომ იმ ეგრეთ წოდებული ბლოგერების ისინი არიან ხოლმე რომ რაღაცნაირად უნდათ რომ დაიცვან ვითომ რაღაცა უაზრო არგუმენტებით და რაღაცით რა და უარესად მუღა ამძიმებთ ისედაც ამძიმებთ არა უარესად მუღახდით სასაცილოს ისედაც სასაცილო ხალხს კაი რა ხო შეიძლება სიტყვაზე შენ ვინ გეკითხება და მე ვინ მეკითხება და რაღაცა მაგრამ იცი რა ვინ მეკითხება იმ მომენტისთვის რომ მე შევდივარ იმ მაყურებლებს შორის რომლებსაც
ეგრეთ წოდებული ვალდებულება გვეკისრება, რომ დავეხმაროთ. მაგრამ არა და ამ დროს ვიღაცა თუ თვითონ ვერ ახვდება და არა, ძალიან კარგად ხვდება, უბრალოდ გონია, რომ ადებილებს ხალხს, მაგ დროს უნდა ვიღაცა ხმა ამოიღოს. ისევე როგორც ბევრი იღებს ხოლმე თქო კომენტარებს უწერენ ხოლმე, მაგრამ ის კომენტარი იშლება და იბლოკება. ჩემთან არც ერთი არ არის დაბლოკილი მსგავსი კომენტარი, თუ გინდათ ნახეთ, არ იწერება ეგეთი არაფერი და წეღან იყო რა, რომ და ზოგადად ხოლმე მაგ თემას რო შეეხო ერთი სულიერი, იმის მერე ვეღარ აღდგა. ხო და უარესად მოგაუშვებით რა და ანებით თავი. იმიტომ რომ რატომღაც გონიათ, რომ ეგ საკითხი ან მოდა, ან რაღაცა საღადაო თემა, ან თავის დასაცავი თემა, რა ვიცი. არავისთვის არ მithქვია, მით უმეტეს იმ ადამიანისთვის, ვინც ერთ-ერთი დაიცვა წეღან, რომ მოდი მეთქი და აგე ფრთები ამომდის მეთქი, ან დიადემა გამისწორებეთ. ხო, ეგეთი რამე არ მithქვია. ხო და ვინ როგორ ცხოვრობს? იქ მოეკითხება, სადაც საჭიროა, მაგ თემასთან დაკავშირებით და იმ თემაზე თუ რაზეც ვილაპარაკე მე დილას, მაქვს სრული უფლება რომ ვილაპარაკო, იმიტომ რომ კარგი, ერთხელ და 100 ჯერ რომ დაგეხმარა ადამიანი, კარგი, ახლა შენც გატოკდი. ხო და არ გინდათ რა ტყუილა უაზროთ ნუ იცავთ, იმიტომ რომ უფრო სასაცილოს ხდით, უფრო სასაცილოს ხდით. აქ დამცხა წავიდეთ მე. იმდენად სასაცილოს, რომ აი როგორც ის ამართლებს თავს, როგორც იმას გონია რომ მართალია, რომ უმშევრობა თუ ნაიჯდეს და სხვამ უნდა აჭამოს და თვითონ რო გაიღვიძებს და ვიდეოს რო ჩართავს, დაღლილი იღვიძებს და ცოდვარი ახლა დაღლილი რო გაიღვიძებს, სამშაბათ ხარ წავა. ხო და ამ დროს უიო რატო განიკითხავ? კი არ განვიკითხავ, შე კაი ადამიანო შე. როდესაც მე უბნები რომ მაჭამე, მასვი, ჩამაცვი, დამახურე და გადამიხადე, გადასახადებიო, ოღონდაც რა. კაი, ერთხელ თუ გავდებიდი, მეორედ ხო უნდა გითხრა. ისე შენი გულისთვის, ისე მაგ ხალხის გულიზე, რომ როდესაც ყავს მომავალი, როდესაც ყავს შვილები, როდესაც გეზრდება და იმათ შეიძლება ხა ბაღში არიან და სკოლაში არიან და მე უფრო მეტი უნდათ, მე უფრო იმას იზავთ და გამამაძაღლდებით, მე უფრო მეტს მოითხოვთ. ასე რომ ისა მაგ შემთხვევაში ყოველთვის ვიტყვი ხოლმე იმას, კაი, შეიძლება ერთ წელი არაფერი არ ვთქვა ხოლმე, მე აი ქრო ამოგივა ხოლმე იტყვი. და რატო? კიდე, ეხლა გეტყვით რატომაც ვამბობ და რატომაც ვთქვი. იმიტომ რომ ზოგადად ყოველთვის ყველა ერთ ქვაბში იხარშება ხოლმე. რომ ძალიან ბევრი შემხედრია სოციალურ ქსელში გაშარჟებული ბლოგერები, ბლოგერები. რა უყო, ხაბო ვიდა. რა გავაკეთო, იჯდეს. არავის გასაბრაზებლად არ ამიყვანი, იჯდეს. რა ქნა, თუნდა ჩემთან ყოფნა. ანუ ერთ ქვაბში ვიხარშებით ხოლმე ძირითად შემთხვევაში რა და ეგრე არ უნდა იყოს. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ იმ ქვაბში ვიყომეც, ვინც ჭამას მისთვის მათხოვრობს, ითხოვს არა მათხოვრობს. არანაირი სურვილია როგორც მე, ისე სხვას არ აქვს სურვილი და ადრეც ჩაუწერიათ ვიდეოები, რომ ანუ მაშინ გამიჯვნა გააკეთეთ, რომ ყველას ერთად მაგრამ მასეთ რაღაცა არ ხდება. იმიტომ რომ როდესაც ერთი აშავებს, ისინიც აშავებენ. და ასე თუ ისე ჩვენც გვეხება რა. რატო არა დამხმარებიან ძალიან ბევრი, აი ვერც მოვთვლი იმდენი ხალხი დამხმარებია, იმდენი ამანათებიც გამოუგზავნიათ, თანხაც ჩაურიცხიათ. მაგრამ ეხლა როგორ? ეხლა რომ მე თქვენ გითხრათ, რომ აი ზუსტად ეს სურათია, მოვედი. მე კიცერი მეტკინა რაღაცა ცოტა ერთი გავმოძრავდი, აი ეს ოთახი გადავდე, ეს აქეთ გადავდე, დავიღალე და აუ ზეთი გამითავდა, ეხა გადასახადი მოვა და თან ყველაზე გამახიზიანებელი რა არის? კი არ ითხოვენ. ზოგი პირდაპირ ითხოვს, ეგ კიდე კაი. კი არ ითხოვენ ისა. აი ზეთიც გამითავდა. აუ ეხა შუქს ჩამიჭრიან. აუ ეხა ისმინდა, აუ ეხლა ისმინდა.
შენ დაჟე შენ უნდა მიხვდე რომ იგას უკვე სჭირდება თანხა და ამ დროს რატო განეკითხავ კი არ განვიკითხავ კაცო აბ დაფიქრდით განეკითხვა რა შუაში რა ვიცი რა ვიცი საოცარი არგუმენტებით იყო დაცული ბლოგერები მსგავსი ბლოგერები რა რომ მე არავინ არაფერს არ მართვებს მე არავინ ძალიან არავის არაფერს არ მარიცხინებს მაგრამ კარგი რა კარგი შეკრე ხალ კვერცხის კლიენტი ვიშვი ჩემი კლასელი წერს არავის არ მისწევ რამდენი უნდა საჩუქრად უნდა გავატანო იაპონკას კვერცხება გადაარიცის პატარისთვის პატალა გუგუ ყავ და ვაჩუქებ მოისვენე თორე ისა ღიზიანდება ხარ მოდი აქ ჩაგეხუტვა გულში მოდი დანდრუნჩა ხარ ძალიან დებილი ხარ იცი როგორ დაცხა უკვე ადრე ხო სიცივე და რაღაცა გექნიდა დისკომფორტს რაღაც გაკეთებინა და ეხლა სიცხე შუალედია სადღაც შუალედი გჭირდება რომ რამე გააკეთო ხუჩემო პრინცესა შორენას პრინცესა ხარ შენ ეხლა ჩავარდება ცალი ფეხითა კიდია ყვავილებმა დაიწყო ამოსვლა ისინი ენძელები ამოვიდა უკვე ნარცისები როა ხო ნარცისი ქვია ხო ყვითელი როა იმის ფოთლები ამოვიდა ამ დროს უკვე გაყვავებული იყო ხო და აი აქეთ რაღაცა ამოდიოდა შემოდგომით ანაყვავდა ან არა ეგ როგორც კი უნდა ამოვძირკო იმიტომ რომ მე ძირთად აქ უნდა ვარდები გაუშვა რა ისეც გაშვებულია 1 2 3 ძირი არის და სამმა ძირმა იხარა კიდე თუ ორმა და ეგენც რო გაიზრდება საკმარისია როგორ მინდა ის მოუხერხო და მოვაცილო ეს რკინა ლაშას უნდა ვთქვა რომ ერთი ჯერ არა აი ცეკვიდა რო ჩამოვალ რო ვიყიდო ცემენტი და ქვიშა ჭირდება ზაფხულში ხა ისე შეკვეთები არ იქნება ხალხია გასული არც ბოლოს არც დამთავრებული იქნება რაღაც შეკვეთები შეიძლება იყოს მაგრამ ძირითადად ზაფხულში ჩემი მოვალეობა იქნება სამსახურის სახლი რა ანუ ისე და მინდა რომ აი ეგ პერიოდი დავუთმო სახლში რაღაცების მიმატებას და გაძღვანაირებას სახლისა და კარისა და ასე შემდეგ აი მე როგორ მეყურებს შევჭამე ხლა შევჭამო აჯაბ სანდალი დავდგი და ნახევარი საათი რო ითუხტუხა გამახსენდა რომ პომიდორი დამავიწყდა გამოვიტანე პომიდორი და ჩავათხლი შეეგრევე ის ტომატი სახლში გაკეთებული ხო და რა ვიცი აბა იმედია იჟოგას არ მოგცემს და ერთი პატარა კომბოსტომა და სანამ ლილოში წავალთ თუ მოვასწარი თუ არ და რომ მოვარ მე ჩავშუშავ რომ ხვალე ჰქონდეთ საჭმელი ხვალე სამსახურის კეჰერი და ხვალე რა წავიღო მე არ ვიცი ხვალე შემიძლავს ვეტყვი რომ წავიღოს გებრიელობები აქვს ხოლმე მაგას გებრიელი ხელი აქვს არის ყავს რა ვთქვი შეგეძახი ადემანა ნადეწადი ეხლა და გააგრძელე ხატო კი არა დაიწყე ზოგადად ხატვა ნინოს ველოდებოდით მოვიდეს მეთქი მაგრამ აუ სითხე მქონდა იმისი რა ქვია საკმაოდ მაშინ მესხა რა ვიცი რამდენიანი იყო ლა შემოვიტანა ცოტა ვიხმარე ნახევარზე მეტი იყო ყოველ შემთხვევაში ლიტრიან ბოთლში და რანაირად ძირი მქონდა გახურეტილი და
წეღან შევედი რომ ტაფას უნდა დავასხა მეთქი რა უკანა მხარეს ეხლა ძაარვა რო ვერ ახეხავ იმ ტაფას ხო იცი სახერხს რო ვერ დაადებ დავასხავ მეთქი და მოусმევ და ისე ხო და ისა კუს თეთრ მომენტი დამარტყა მეტი მივედი და სადღა გახვრეტილი იყო ან თუ გამსკდარი თუ რაღაცა და აბანოში იყო დაღურელი მთელი ის აი ესე იყო იდიბეწო დარჩენილი და მიუსმოუსვია ლაკალაკ რა მაგაზე ვეტყობ ვიხმარებით არა და გაზი მაგრა გაასუფთა არა საუბ გააწყრიალა იცი რა მეტი ძალისხმევა არ აჭირდებოდა არ ვიცი მკითხეთ კიდეც ხათომაც მკითხა რა სითხიაო მაგრამ აზი არა ვარ ვიმი სიუჭამამ გუგუს რა ვქნო ზოფელი ანკატა იქნება ან სხვა და ან ბეგემოტი ხო ხო ჩემულობაც ოპას წადი ახლა შენ დასთან მიდი წავედი მეც თმის რეზინი ნეტა სადამ აქვს მე მგონი აკე იქ ალბათ სავარაუდოდ შევიკრათ და წავიდეთ მაღლა კუხნაში ვითო კუხნაში უნდა თმის აი სად დამიდია ვიცი ეს არის ყოფა თმა შევიკრა ერთი წამით გარეთ აი ეს ხედიც უნდა გამოვასწორო ერთხელ აი ეს ხედი აი ეს ნახე ყვილად გაამდენ იმას მაინც არ ვიყენებ და სალევი წყლის ბალონები გვიდევ აქ მაგრამ ამ ხელა ფარღალა რაღაც არ აჭირდება ყოველ შემთხვევაში ეს რანაირად გავიკეთე ნაირად გავიკეთე ხალე მოვაშორო აი ეს კიდე რა ვქნა მე მოხტება სუზედა მაგაზე ხო წყლიან ხელს რო ჩამოისმე აღარ გემუხტება მაგრამ ისა რამდენიმე წამის ამბავია ეგ ყველაზე კაია თმის ლაკი უნდა დაისხა მაგ დროს მაგრამ ეხა შენ ჭირმეთ თმის ლაკი ჭირდება ჭირდაიც შეიძლება დღეს საღამოს არ უჭირს მომიტანა ბოლოს არის მაგაზე ჭირდება ეხა თმის ლაკი ვისხა სახში შენ ჭირდება რა ოღონდაც რა ისწავლოთ პატრონს გუშინ ჩემო მამათილმა რაღაცები გამოგზავნა ნინოს და რაღაცა აი ესეც რაღაც სათამაშოებს რაღაცებს გამოგზავნის ხოლმე ან გატეხილი მეებს და ეს არის ფეხსაცმელების თარო ავაწყეთ მაგრამ ეხა ხორი ანუ აქ უნდა რამდენიმეც იყოს და ეს ნახეთ ეს ნახეთ ეს დებილი სადაც შესული წერან ის მეორე მაღლა იყო იშავი არ ეტევა თორე სამსართულიანია და სამივენი კარგად დაეტევიან წავედით ეს ავაკ ფუნჯიდო აი ჩამოუგდია ბატს გავაგრძელოთ მოღვაწეობა ხო საერთხელ ჩამოვიხსნი საერთხელ ჩამოვხსნი თორე მართლა დაიწვა მზეზე დანარჩენი მე დროებით